დიახ, დღეს ხონდა სამუშაო შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ხონდა განხილვა მნიშვნელოვანი მიმდინარე თემების ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ეხლა მოგეხსენებათ, რომ მიუნხენში იმართება მნიშვნელოვანი კონფერენცია, პრეზიდენტ ზურაბიშვილი ესწრება ამ კონფერენციას, მას ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები იქ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რეაქცია უნდა ქონდეს საერთაშორისო საზოგადოებას ამ უმსგავსობაზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ძალადობის ფაქტორზე, ადამიანების შევიწროებაზე, დაშინებაზე და აქ სასახა პოზიცია და შეთანხმებაა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილი რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრისას მოითხოვს იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც პირდაპირ მხილებული არიან ძალადობაში ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც სრულ მოწმეებად გამოდიან სასამართლო პროცესებზე. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია, სწრაფი, ადეკვატური რეაქცია იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, მხილებულები არიან ჩვენი თანამოქალაქეების შევიწროებაში, ის ადამიანები აუცილებლად უნდა იქნეს შესაბამისად სანქცირებული და მათ პასუხი უნდა აგონ იმ უმსგავსობისას, რომელსაც ისინი ჩადიან იმის გამო, რომ მათ ავალებს ქართული ოცნება ამ უმსგავსობის ჩადენას. რაც შეეხება სხვა თემებს, ძალიან საინტერესო საუბარი ქონდა ასევე იმ საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია იქნეს განხორციელებული, როდესაც ჩატარდება ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი არჩევნები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შექმნის სტანდარტს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ამ ქვეყანაში. 90 წლის შემდეგ, 90 წელს პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მოგეხსენებათ, საქართველოში იმის შემდგომ იყო მუდმივი სამწუხაროდ მუდმივი ცდილობები ხელისუფლების მხრიდან, რომ მიტაცებული იყო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს სრული მიტაცებით დაასრულა ქართულ ოცნებამ. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, ამავდროულად ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა ამავდროულად უნდა იცოდნენ, თუ რა შემთხვევაში არის მიღწევადი თავისუფალი და სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის, რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო. ამიტომ აქ შევჯერდით, რომ მოახლოეს დღეებში უკვე პრაქტიკულად ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დღეისათვის არსებობს, მოხდა ამ დოკუმენტების შეჯერება თავმოყრა პრეზიდენტთან და შეიქმნება ერთიანი დოკუმენტი, რომელიც იქნება სწორედ ამსახველი იმ ცვლილებების, რომელიც ჩვენ ყველას მიგვაჩნია აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. კი ბატონო, ბატონ ბადრე, თქვენ ახსენეთ სწრაფი რეაგირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ხო, მათ შორის სანქციები მოიაზრება და თქვით, რომ აი კონკრეტული სახელები და გვარებით გაემგზავრება ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილიც. რაზე შეიძლება იყოს ბატონ ბადრე დამოკიდებული სწრაფი რეაგირება, სწრაფი და ხისტი გადაწყვეტილებები მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ რაღაცა ძალადობის, რეპრესიების პოლიტიკას მართლაც რა დარჩა ალბათ, რაც ქართულმა ოცნებამ არ დაუშავა მის წინააღმდეგ თუ მისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეს. ხომ აი რაზე წყდება მაშინ? აი სად წყდება რეალურად რა მექანიზმებს შეიძლება მიმართონ ჩვენმა პარტნიორებმა? ვნახეთ სანქციები, მაგრამ აი უფრო მეტი როა საჭირო ამას ყველა ვხედავთ. იცით როგორ შეხედოთ ამ პროცესს? ეს არის პროცესი. აქ არ არსებობს ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უცებ გამოაფხიზნებს ვიძინა ივანიშვილს, მას შერწყება იმის, რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში და მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარებაზე. რა თქმა უნდა, ესეთი ერთი გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგრამ რადგან რუსულ ხელისუფლებასთან არ გვაქვს საქმე რუსული ტიპის და რუსეთის მხრიდან მართულ ხელისუფლებაზე, მინდა ერთ-ერთი ზღაპრის მაგალითი მოვიყვანო, უკვდავი კაშეი არის ესეთი ზღაპრის გმირი, რომელსაც თუ გახსოვთ ეს კვერცხებია და თითოეული კვერცხის გატეხვის შედეგად ის მერე სუსტრება და ესე სუსტრება ქართული ოცნება თითოეული ამ დარტყმის შემდგომ და საბოლოოდ არის წერტილი, როდესაც მოხდება ამ ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართული ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამიტომ
ფიქრობ რომ თითოეულ ამ ნაბიჯს აქვს მნიშვნელობა არ უნდა დაგვრჩის შთაბეჭდილება რომ ახლა ნაბიჯი გადაიდგა ერთი ნაბიჯი რა ამას არ მოყვა მყისიერი შედეგი ქართული ოცნების მხრიდან ხო ეს ამან არ უნდა შეგვითა შთაბეჭდილება რომ არ დაზიანდა ზიანდება ქართული ოცნება მათ შორის მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე თუნდაც იმ რეპრესიული კანონების მიღებიდან გამომდინარე ეს ხო რაღაც აგონიაში ყოფი ძალის მიერ მიღებულ კანონებს გავს რომელიც ცდილობს რომ ამ რაღაც შეთითქმილი სპეციალურად მოკებული კანონების მიღებით უცებდა ქართული ხალხი დაანებებს პროტესტავს ქართული ხალხი შეეგუება ამ უმსგავსო გარემოს შეეგუება ქვეყნის მომავლის დაკარგვას შეეგუება სახელმწიფოს დაკარგვას არ მოხდება ეს შეეგუება ამიტომ თითოეული ეს ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ასუსტებს ქართულ ოცნებას და ცხადია რომ აახლოებს ქართულ ხალხს იმ მიზანთან რასაც ქვია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ასე რომ ამ სანქციებს ეს ფუნქცია აქვს რომ დაგვაახლოვოს იმ მიზანთან რისთვისაც ქართველები არიან ქუჩაში უკვე ამდენი დღეა და ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა ხო არა რა განსაკუთრებული მოთხოვნა ლეგიტიმური მოთხოვნა რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კი ბატონო და ბატონ ბადრე ასევე აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენი გუნდი და ზოგადად თქვენი კოალიცია აქტიურად საუბრობს მათ შორის არის მიმოხილვა ამასთან დაკავშირებით კრიზისის სამი ფაზა რომელიც აქვს ხელისუფლებას ეს არის გაყალბება არაკონსტიტუციურობა და ქმედუნარობა მათ შორის ქმედუნარობა საკანონმდებლო ორგანოში და აი ამ ნაწილზეც მინდა ვისაუბროთ ეს არის ის საკითხი რაზეც აი ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურად მიდის დისკუსია იმიტომ რომ სამ კოალიციურ ძალას უკვე მანდატები ოფიციალურად გაუქმებული გაქვთ, ხოლოდ ქართული ოცნება და გახარიას გუნდი რჩება მართალია დოკუმენტურად სახეზე, მაგრამ მაინც რჩება პარლამენტში. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბოლომდე თუნდაც აი ფურცლის დონეზეც მხოლოდ ქართული ოცნება იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, აი ეს მინდა კიდევ ერთხელ ახსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, როდესაც საუბრობთ სწორედ ქმედუნარობაზე. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის ვფიქრობ რომ ეს არის მნიშვნელოვანი თემა ეს არის ერთ-ერთი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რომლის განხორციელების შემთხვევაში ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად დასუსტდება იმიტომ რომ დღეს დოკუმენტურად მართალია ჩვენი კოლეგები გახარიას პარტიიდან არ შედიან პარლამენტში არ ესწრებიან შრომებს და მე დარწმუნებული ვარ რომ ისინი არ შევდნენ პარლამენტში ამაში ეჭვი არ მეპარება მაგრამ მათ არსებობას დოკუმენტურად რომ მათი უფლებამოსილება არის უკვე ცნობილი მაგრამ არ არის შეწყვეტილი ქართული ოცნება იყენებს იმისათვის რომ შეაფერადოს დღევანდელი დე-ფაქტო პარლამენტი და თქვას რომ რეალურად პარლამენტში დღეს ირიცხება 101 უკაცრავად 101 პარლამენტის წევრი ირიცხება მართლაც ქაღალდზე დოკუმენტად ირიცხება 101 პარლამენტის წევრი და არაერთმა კონსტიტუციონალისტმა უკვე ხაზგასმით თქვა რომ კონსტიტუცია ადგენს სწორედ იმ ზღვრებს რომელსაც უნდა აღწევდეს მანდატების ოდენობა იმისათვის რომ პარლამენტი ჩაითვალოს ქმედით უნარიანად რა ზღვრებია ესენი ხო ჯერ პირველ რიგში დავიწყებთ იმით რომ კონსტიტუციაშია სწორედ განსაზღვრული რომ პარლამენტი ქმედით უნარიანად ითვლება იმ შემთხვევაში თუ 2/3 პარლამენტის წევრების უფლებამოსილება არის ცნობილი. ანუ ეს 2/3 უკვე განსაზღვრულია. ხო რომ 100 მანდატის უფლებამოსილება არის აუცილებელი, ანუ 100 მანდატის არსებობა არის აუცილებელი იმისათვის რომ პარლამენტი ჩაითვალოს ქმედით უნარიანად. ეს ერთი. არის მთელი რიგი გადაწყვეტილებები რომელსაც თუ არ არის 90 მანდატი დოკუმენტურად მთელი რიგი გადაწყვეტილებებია რომელსაც პარლამენტი უბრალოდ ვერ მიიღებს ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას მაგრამ დე-ფაქტო ეს პარლამენტი არსებობს და დე-ფაქტო პარლამენტის ქმედით უნარობის უკვე გაფორმება არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ახალი არჩევნებისკენ და სწორედ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ რომ 90 მანდატი არის კრიტიკული ზღვარი. იმიტომ რომ მაგალითად
მარტში გაზდის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს. ერთ-ერთ ხო ტურავას მაგალითად. მისი შემცველის დანიშნავს 99 ქართული ოცნების პარლამენტის წევრი ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ამაში იქნება 90 მანდატი. ასევე არის 90 მანდატი აუცილებელი იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დაინიშნოს. 90 მანდატი მართლაც არის კრიტიკული ზღვარი. თუ ქაღალდზეც დარჩებიან, ან დოკუმენტურად დარჩება 99 წევრი დე-ფაქტო პარლამენტში, ეს ამ პარლამენტს კიდევ უფრო კომიკურად გადააქცევს და მართლაც ქმედით უნარიანად აქცევს. ამაზეა საუბარი, ეს შეიძლება არ იყოს იმ წუთას მეორე დღეს ახალი არჩევნები არ ჩანიშნოს. ქართულმა უცხო უბრალოდ ბიზნესმენი შეიძლება, თუ ქართულების სხვა წევრს არავინ არაფერს არ ეკითხება. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ფაქტს, რომ დოკუმენტურად დარჩეს 90 მანდატზე ნაკლები ექნება კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტი უკვე გაფორმდეს არაქმედით უნარიანად. ამაზე ვსაუბრობ და ეს ნორმები დადგენილია კონსტიტუციის მიერ. ამიტომ აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ კოლეგების განზრახვაში გულისხმობ გახარეს პარტიას, რომ ისინი არ შევდნენ პარლამენტში, მე ნამდვილად ეჭვი არ მეპარება, ვიცნობ უმრავლესობა მათგანს გვაქვს კარგი პიროვნული ურთიერთობა პატივისცემად, მაგრამ არის მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტი უკვე ქაღალდეც გაფორმდეს როგორც ქმედით უუნარო და ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს არის დოკუმენტურად პარლამენტის წევრი, მაგრამ ფიზიკურად არ შედის, დოკუმენტურადაც არ იყოს პარლამენტის წევრი და მაშინ დარჩება უკვე ქაღალდზეც მარტო 99 დეპუტატი და კიდევ ერთხელ მთელი საზოგადოება ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ დაინახავს, რომ ეს პარლამენტი არა მხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ არის ქმედით უუნაროც და ეს დაგვაახლოვებს იმ მიზანთან, რასაც ქვია ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. კი ბატონო, აი ბატონ ბადრე, თქვენ კარგად ახსენით ქვეყნის შიგნით რეალურად რას ნიშნავს, როდესაც მართლაც 99-ნი დარჩებიან ისინი რეალურად საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ აი ქვეყნის გარე ფაქტორი, როდესაც ახსენეთ, აი პარტნიორებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა დაინახონ თუნდაც ამ კუთხითაც, რომ არა მარტო რაღაცა სამი კოალიციურ ძალას გაუქმდათ ეს მანდატები მათივე მოთხოვნის საფუძველზე, არამედ როდესაც 4 პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს ასახულია უკვე მათ შორის დოკუმენტზეც, სადაც მხოლოდ 99 უნდა დარჩეს. ანუ პარტნიორები რამდენად არის ჭანიჭებენ თუნდაც აი ესეთ დეტალებს მნიშვნელობას ქვეყნის გარეთ. მინდა გითხრათ, რომ პარტნიორებისთვის, ჩვენ ქვეყნის მეგობრებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად კოალიციური ცენტრების და ანუ ამ შემთხვევაში იმ კოალიციების, რომლებმაც მივიღებთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოებისგან, ამ კოალიციური ცენტრების და პრეზიდენტის ერთობლივი პლატფორმის ხილვა. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ ისინი ამ შემთხვევაში ხედავენ ალტერნატივას არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართებაში. არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელთანაც კონტაქტი არ აქვს. ამიტომ მათ, რა თქმა უნდა, კარგად ესმით, რომ ეს კოალიციური ცენტრები ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი მოწადინებული არიან დაინახონ, რომ ასეთი კრიზისის დროს ეს განსხვავებული კოალიციური ცენტრებიც ახერხებენ ერთად დგომას, ერთ პლატფორმაზე დგომას პრეზიდენტთან ერთად და ეს არის დამატებითი სტიმული საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ მათ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგან, უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგან. მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი პოზიტიური განვითარება. ამიტომ დღესაც, როცა შევიკრიბეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრირება, ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ეს შეხვედრები იქნება რეგულარული და მე იმედი მაქვს, რომ ეს უკვე მიიღებს მართლაც ერთიანი პლატფორმის კონტურებს, სადაც იქნება პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს მიღებული ჩვენი თანამოქალაქეებისგან. ამიტომ რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა არის აბსოლუტურად მართებული.
როდესაც ამ ნაწილშიც არის სრული ერთობა, იგულისხმება არა მხოლოდ არ შესვლა პარლამენტში, არამედ 99 ქართული ოცნების წევრის დატოვება მარტო დოკუმენტურად, აქაც სრული ერთობა კოალიციური ცენტრების იქნება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვის იმისათვის, რომ მათ გააძლიერონ ზეწოლა და დაეხმარონ ქართულ ხალხს იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. კი ბატონო და ბატონ ბადრი ბოლო კითხვას დაგესვამთ ისევ პრეზიდენტთან მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამომდინარე აი ეს პლატფორმა რომელიც დღეს შეიქმნა ერთიანობის რაზეც თქვენ საუბრობდით ნიშნავს თუ არა იმას რომ უკვე რაღაცა პოლიტიკურ სპექტრშიც ესეთი თანაფარდობა არის რომ ყველა ვერ სურს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ვნახეთ მათ შორის არა მარტო ის 4 პარტია რომელმაც არჩევნებში რაღაც კონკრეტული შედეგი აჩვენა ბარიერის გადალახვის არამედ მათ შორის ფედერალისტების წარმომადგენლიც იყო აი ამ შეხვედრაზე. ხო, ანუ ესე შეიძლება დადგეს საკითხი, რომ აი ყველა ერთად და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ აი ეს აღმოჩნდეს რაღაცა მისი დამარცხების გზაც, აი ესეთ ერთიან პლატფორმაზე ყოფნა. მე სხვაგვარად წარმოვაჩენი, ყველანი ერთად ამ ქვეყნის გადასარჩენად. ყველანი ერთად ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად. ყველანი ერთად ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავლის გადასარჩენად. ყველანი ერთად ჩვენი თანამოქალაქეების ხარდასაჭერად. მე ესე წარმოვაჩენდი ამ ერთობას, რომ ჩვენთვის თავარი სწორედ არის ეს, რომ ჩვენ შევძლოთ გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც რეალურად არის დიდი საფრთხის წინაშე და გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავალი, რომელიც ქართულ ოცნებამ პრაქტიკულად თავისი ცდილობებით არა მხოლოდ გადააბადა, არამედ ამ გადავადების უკან არის ევროპული მომავლის მოკვლის საშიშროება და პირდაპირ საფრთხე. და ამიტომ ჩვენი ერთობა უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრის ერთობა არა მხოლოდ ვინმე კონკრეტ და ზოგადად არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის ხარდასაჭერად. მე ესე წარმოვაჩენდი ამას, იმიტომ რომ რეალურად ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან რუსთაველზე, ან ქუთაისში, ან ზუგდიდში და გამოხატავენ პროტესტს, ეს ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, რადგან მათ უნდა დაიბრუნონ საკუთარი სახელმწიფო, მათ უნდა დაიბრუნონ საქართველოს ევროპული მომავალი. ამიტომ არიან ეს ადამიანები გამოსული ხო ქუჩაში უკვე ამდენი ხანი სიცივეში, წვიმაში, ქარში. ამიტომ ჩვენს ვალდებული ვართ მათაობად ხარი, მათ დაუჭიროთ მაქსიმალურად გამოუცხადოთ მათ ხარდაჭერა კონკრეტული ნაბიჯებით და ვაჩვენოთ რომ ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკურ სპექტრს მიუხედავად განსხვავებისა ერთად შევძლოთ სწორედ დავაახლოვოთ ის რასთვისაც იბრძვის ქართველი ხალხი ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები და ამის შემდგომ უკვე რეალური გავხადოთ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელება კეთილდღეობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში და ნამდვილი მშვიდობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბადრი ჯაფარიძე იყო დღის ამბების